საკრებულოზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭანიეთისა და ლიხაურის დამაკავშირებელი თითქმის 2 კილომეტრნახევრიანი გზის რეაბილიტაციის პროექტი დაამტკიცეს. პროექტის ჯამური ღირებულება 1.600.000 ლარია. საკითხი მერიიდან შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა აბაშბაძემ წარმოადგინა. ასევე დღევანდელ საკრებულოზე მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით იმსჯელეს. უფრო კონკრეტულად კი დეპუტატებმა საკრებულოზე გენდერის საბჭოსთვის სახელის შეცვლას დაუჭირეს მხარი, რომელსაც ნინო ჭანიშვილი უხელმძღვანელებს. ასევე დღევანდელ საკრებულოზე მერს თანხმობა მისცეს დეპუტატის ბიუროსთვის ფართის, ასოციაცია გურიასთვის კი სატრანსპორტო საშუალების გამოყოფაზე. ასევე საკრებულომ ოზურგეთის მერს თანხმობა მისცა ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის ნაგავშემკრები ავტომანქანის დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. საკითხი მერიიდან ეკონომიკის სამსახურიდან შემოვიდა. განკარგულების პროექტი იყო წარმოდგენილი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ მერს უნდა მისცემოდა თანხმობა კონკრეტული, მე ჩამოთვლი რა იყო ეს, პირველი იყო დელეგატის ვასილ ჩიგოგიძის, საქართველოს პარლამენტის წევრის ვასილ ჩიგოგიძის ბიუროსათვის ფართის გამოყოფა თავისი უფლებამოსილების ვადით, მეორე ეს იყო საქველმოქმედო ასოციაცია გურიისთვის ავტომობილის გადაცემა ბენეფიციარებთან მომსახურებისათვის და მესამე საკითხი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის სანაპირო ზოლის დასუფთავებისათვის ერთეული ნაგავშემკრების გადაცემა. გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში ცვლილების შესაბამისად მუნიციპალიტეტებში იქმნება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო. შესაბამისად დღეს ეს საბჭო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა, რომელსაც ვუხელმძღვანელებ მე. საბჭო მრავალფუნქციურად იმუშავებს, დავამტკიცებთ გეგმას, გვაქვს უკვე ჩვენს შემადგენლობას გეგმა შემუშავებული თურაზე ვიმუშავებთ, ეს იქნება ბავშვთა საკითხები, ქალთა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები, ეს იქნება პირველ ეტაპზე, რასაც გეგმავთ.